მე ვარ დავით არდია, 37 წლის. ერთი თვის წინ საკუთარი სახლის ეზოში ვასრულებდი ტექნიკურ სამუშაოებს, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ორივე ფეხი თან ჩამიყოლია. პაციენტმა მომართა ჩვენ კლინიკას ტრავმით, ძალიან სერიოზული მაღალენერგეტიკული ტრავმით, რა დროსაც მიიღო მენჯბარძაყის სახსრის სახსარში და რთული მოტეხილობა, კერძოდ ტაბუხის ფოსოს უკანაკიდის მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობა, რომელიც არსობრივად შეიცავს სამომავლოდ ბევრ რისკებს, რაც გამოიხატება ფუნქციის მოშლით, ტკივილის სინდრომით და ინვალიდიზაციით. ჩემთვის ძალიან დიდი შოკი იყო იმის გაგება, თუ რა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდი და რა შესაძლო სირთულეები შეიძლება მოყოლოდა ოპერაციის არ გაკეთებას. ძალიან აქტიური სპორტული ცხოვრებით ვცხოვრობ, ხშირად ვთამაშობ ფეხბურთს და მომავალში შესაძლო შეზღუდვების ახმა ჩემთვის ძალიან რთული იყო. წარსულში მსგავსი მოტეხილობების დროს ოპერაციული მკურნალობა არ ტარდებოდა ხოლმე, ძირითადად ესეთი პაციენტები წოლიარე მდგომარეობაში თვეებით იმყოფებოდნენ ამბულატორიულ მკურნალობაში, სახლში და უკვე რამოდენიმე თვის მერე დგებოდნენ ყავარჯნების დახმარებით. ამიტომ აუცილებელი არის მსგავსი მოტეხილობების მით უმეტეს ახალგაზრდა ასაკში ოპერაციული მკურნალობა, რის გამოც ეს რისკები მინიმიზირებულია და სამომავლოდ ფუნქციონალური გამოსავალი ოპერაციის შემდეგ არის ძალიან კარგი. დიაგნოსტიკისთვის მივმართე კავკასიის მედიცინის ცენტრს და მირჩიეს გამეკეთებინა აუცილებლად ოპერაცია, რათა მომხდარიყო ძვლის სწორი და სწრაფი აღდგენა. პარალელურად დავიწყე კვლევის შედეგების გაგზავნა ევროპის წამყვან კლინიკებში და მათაც იგივე რჩევა რეკომენდაცია მომცეს ოპერაციაზე, როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრში. ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა ოპერაცია, რთული, მაგრამ აუცილებელი. სათანადო მომზადების შემდეგ პაციენტ ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა, ტაბუხის ფოსოს ოსტეოსინთეზი და საჯდომი ნერვის ნევროლიზი რევიზიასთან ერთად. პოსტოპერაციულმა პერიოდთან ჩაიარა გართულებების გარეშე, მეორე დღესვე პაციენტი არ აღნიშნავდა ტკივილს, მოძრაობები მარჯვენა მენჯბარძაყის სახსარში იყო აბსოლუტურად თავისუფალი და უმტკივნეულო. ამჟამად პაციენტი გადის რეაბილიტაციის აქტიურ პერიოდს, სადაც არ წარმოადგენს არავითარ ჩივილებს. ამ ოპერაციიდან გამომდინარე პაციენტს ამ ეტაპზე ახალ წელს უკვე ყავარჯნების გარეშე შეუძლია სახლში თავის ოჯახთან ერთად ბედნიერად შეხვდეს. თავს ფიზიკურად ვგრძნობ კარგად. დავიწყე რეაბილიტაციის პროცესი და შესაბამისი ვარჯიშები და დიდი იმედი მაქვს მალე დავუბრუნდები ჩემ აქტიურ სპორტულ ცხოვრებას და ისევ ვითამაშებ ფეხბურთს. დიდი მადლობა კავკასიის მედიცინის ცენტრს და რა თქმა უნდა ექიმ გიორგი გოგიდიძეს.